არტარეა უკვე სილქნეტის და კავკასუს ონლაინის მომხმარებლებისთვის. ფესტივალი თავის საიუბილეო წელს ითვლის, მეხუთეს. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ამ 5 წლის მანძილზე ძალიან ბევრის გაკეთება მოასწრო. ბევრის გაკეთება ერთ უმნიშვნელოვანეს საქმეში, ეს არის კავკასიელი ხალხების ერთად თავმოყრა და იმ ხალხებისაც კი, რომლებიც ერთმანეთს არ ელაპარაკება და ლამის ომის მდგომარეობაში, სომხები და აზერბაიჯანელი მოსახლეობაში. ეს მუსიკოსები ერთად ხვდებიან ამ ფესტივალზე. და მათი ერთად დაკვრა, თანამშრომლობა და მეგობრობა არის საწინდარი და რაღაცნაირი იმედი იმისა, რომ ეს ხალხები წოდესმე შერიგდებიან. დღეს ძალიან სასიხარულო დღე არის ჩვენთვის, რადგან უკვე მეხუთე წელია, რაც ტარდება კავკასიას ფესტივალი. შეიძლება ითქვას, რომ გაფართოვებული არა, მაგრამ შეცვლილია ოდნავ. ჩვენ კონცერტების გარდა, მასტერკლასების გარდა დავამატეთ მრგვალი მაგიდების სერია და ასევე ვაწყობთ უცხოელი სტუმრებისთვის შეხვედრებს ადგილობრივ ჯაზ მუსიკოსებთან, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურის წარმოჩენისთვის. Я знаком с этим фестивалем уже давно, примерно 4 года. Наши музыканты часто выступают в Кавказ Джаз фестивале. Все отлично, все хорошо. Я приехала из Баку, музыковед, кандидат в искусствоведение. Я занимаюсь джазом с самого начала, всю область исследований я посвятила джазу. Поэтому мне стало интересно участвовать в этом фестивале, тем более где участвуют мои музыканты моей страны. И вначале хочу поблагодарить всех организаторов, в первую очередь творческую группу, организацию Art Bridge во главе с Еленой Читовой, ее создателем, организатором. И я еще хочу поблагодарить, что именно молодежи, молодым исполнителям здесь отдается почтение. Вот сейчас я уверена, я познакомлюсь с молодыми музыкантами, джазовыми.